დღევანდელ ვიდეოში შევეცდები, რომ დავასახელო რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი იმის თაობაზე, როგორ არ უნდა წერდეთ, როგორი ტერმინების გამოყენებით არ უნდა წერდეთ სადიპლომო ნაშრომს. ეს მაგალითები პრინციპში პრაქტიკიდან გამომდინარეობს. მე უკვე გითხარით, რომ 2019 წლიდან დღემდე მუშაობ სადიპლომო ნაშრომებზე და აქედან გამომდინარე შემიძლია გავიხსენო რამდენიმე მაგალითი. მაგალითისათვის სადიპლომო ნაშრომში ესეთი ფრაზის გამოყენება. მეფის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ და რუსულმა მმართველობამ შეუქცევადი ზიანი მიაყენა ქართულ ეროვნულ ცნობიერებას და ტრადიციებს. შეიძლება ეს სადღაც ეს დაშვება მართალიც კი იყოს, მაგრამ ეს არის თქვენი სუბიექტური მოსაზრება. შემდგომში, როდესაც ესეთ ფრაზას იყენებთ, უნდა დაასაბუთოთ ან დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ. ზოგადად ერიდეთ ემოციური შეფერილობის მქონე ზოგადი, ასე ვთქვათ, შინაარსის წინადადებების გამოყენებას სადიპლომო ნაშრომში. ეცადეთ, რომ სადიპლომო ნაშრომში თითოეული თქვენი ვარაუდი ან მოსაზრება გამყარებული იყოს ფაქტებით და არგუმენტებით. ეს შეიძლება იყოს გარკვეული, თქვათ, პრაქტიკის ანალიზი, კვლევის შედეგების ანალიზი, სტატისტიკის ანალიზი და ასე შემდეგ. ანუ მოერიდეთ სადიპლომო ნაშრომში ისეთი, ასე ვთქვათ, მოსაზრებების გამოთქმას, რომელიც ემყარება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს შინაგან რწმენას. ეს არის საკმაოდ გავრცელებული პრობლემა სადიპლომო ნაშრომების ენის კუთხით და ეს პრობლემა ძალიან ხშირად იჩენს ხოლმე თავს, არა მარტო სხვათა შორის საბაკალავრო სწავლების საფეხურზე, არამედ სადოქტორო სწავლების საფეხურზეც. მეორე მაგალითისათვის ქრისტიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული ცნობიერების ჩამოყალიბებაში. პრინციპში ეს შეიძლება მართალიც კი იყოს, მაგრამ როდესაც თქვენ ასეთ წინადადებას წერთ და ვარაუდს გამოთქვავთ, ამას უნდა მოაყოლოთ შემდგომ არგუმენტები, რას ეფუძნება თქვენი ვარაუდი. ანუ თითოეული, ასე ვთქვათ, მოსაზრება თქვენი ვარაუდი უნდა გაამყაროთ შესაბამისი არგუმენტებით. შესაბამისი არგუმენტებით გამყარება კი საჭიროებს შესაბამისი მსჯელობის განვითარებას სადიპლომო ნაშრომებში. გაითვალისწინეთ ის რჩევები, შემდგომშიც გავაგრძელებთ ამ ხაზზე საუბარს, სადიპლომო ნაშრომების ენა, როგორ უნდა დაიწეროს სადიპლომო ნაშრომი და ასე შემდეგ. გამოიწერეთ არხზე მუდმივად იდება ვიდეოები სადიპლომო ნაშრომების შესრულების სპეციფიკის თაობაზე, რაც დაგეხმარებათ, რომ მაღალ ხარისხზე შეასრულოთ თქვენი სადიპლომო ნაშრომი.